ნეკრესი. ეს მხოლოდ ძველი კედლები და მონუმენტური ნაგებობები არ არის. ეს არის ადგილი, სადაც ქარის შრიალი საუკუნეების წინანდელ ლეგენდებსა და ადამიანთა ბედისწერებს აერთიანებს. აქ ყოველი ქვა, ყოველი ბილიკი და ყოველი სენაკი უხილავად გვიყვება თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის ისტორიას. რწმენის ძალასა და ამ მარადიულ სიყვარულს მშობლიური მიწისადმი. ნეკრესი თითქოს სუნთქავს იმ გმირების გამბედაობით, რომლებმაც საუკუნეები გადალახეს და დღესაც გვაძლევენ ძალას, სიამაყით შევხედოთ ჩვენს წარსულს. ყვარლიდან 8 კილომეტრის დაშორებით, სოფელ შილდის მახლობლად, შუა კავკასიონის ქედის ლამაზად შეკეცილი კალთების ერთ წამოწვდილ გორაზე ბუნებრივი შეხამებით ტყეში ამოზრდილია არქიტექტურულ ნაგებობათა მთელი ჯგუფი. ეს არის ნეკრესი, ისტორიული ქალაქი ყვარლის რაიონში. მისი როგორც ქალაქის ისტორია ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნიდან იწყება. მე-18 საუკუნის ბოლოს კი არსებობას წყვეტს ნეკრესის საეპისკოპოსო. დღეისათვის ძნელია ამ სახელწოდების ეტიმოლოგიის ახსნა. ნეკრესის შესახებ ქართლის ცხოვრების მემატიანე ლეონტი მროველი გვამცნობს, ამან ფარნაჯომ მეფემან უმატა ყოველთა ციხე ქალაქსა შენება და ამან ააშენა ციხე ზადენი და შეჰქმნა კერპი სახელით ზადენ და აღმართა ზადენს და იწყო შენებად კახეთს ქალაქსა ნელქარისსა, რომელ არს ნეკრესი. ნეკრესი მეტად საინტერესო ნაგებობათა ანსამბლია. ის ნაშთია ნეკრესად წოდებული უძველესი ქალაქისა, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდეა დაარსებული. მომდევნო საუკუნეებში ქართველ მეფეებს ბევრი რამ გაუკეთებიათ ქალაქ ნეკრესის ზრდისა და გამშვენებისთვის. ჩვენთვის არც ის არის ცნობილი თუ რომელ საუკუნეში და რატომ დაერქვა ნელქარის ნეკრესი. ლეონტი მროველის ცნობიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნეკრესის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდში ჩვენი წინაპრების წარმართობის დროს დაუარსებიათ ქალაქი და საკმაოდ პოეტური სახელწოდებაც მიუციათ. ნელქარისის შემდგომი განაშენიანება არაერთი მეფის ყურადღების ცენტრში ყოფილა. მასზე უზრუნია პირველ ქრისტიან მეფეს მირიანს და მისი თხოვნით გაუმაგრებიათ ნელქარისის ზღუდენი. ვახუშტი ბაგრატიონი დასძენს, რომ შემდგომში აბიბოს ნეკრესელი დამკვიდრდა ამ ეკლესიაშიო. ნეკრეს შემდგომ საუკუნეებში იმდენად დიდი მნიშვნელობა მოუპოვებია, რომ ვახტანგ გორგასალს საუფლისწულოდ გადაუცია თავის მემკვიდრე დაჩისთვის. ამის შესახებ ლეონტი მროველი აღნიშნავს და ეხსნეს ვახტანგს ბერძნისა ცოლისაგან 3 ძე და 2 ასული. ხოლო პირმშოსა პირველისა ცოლისასა დაჩის მისცა ქალაქი ჭერემისა და ნეკრესისა და ქალაქი კამბეჩოვანისა, რომელ არს ხორნაბუჯი და ყოველი ქვეყანა მტკვრისა აღმოსავლეთით. ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი სხვადასხვა ნაგებობებისგან შედგება. ზოგი მათგანი მე-4-მე-5 საუკუნეებითაა დათარიღებული, ზოგიც მე-8-მე-9 საუკუნეებსგან ეკუთვნება. ადრინდელთა რიცხვშია ბაზილიკური ტიპის მცირე ეკლესია, რომელიც მოქცევაი ქართლისაის ცნობით აშენებულია ბაკურის ძმის, მირიანის შვილიშვილ თრდატ მეფისა და საქართველოს მთავარეპისკოპოსის იობის დროს. მთავარი ტაძარი დათარიღებულია მე-6 საუკუნით, რომელიც წმინდა აბიბოს ნეკრესელმა ააშენა და აქვე საეპისკოპოსო კათედრაც დააარსა. ეს ტაძარიც ბაზილიკური ტიპისაა. აქვს მომცრო სარკმელები. სამხრეთ მინაშენში სასულიერო პირთა საფლავებია, ხოლო მის გვერდით სამხრეთის მხარეს აშენებულია ორსართულიანი შენობა, რომლის პირველ სართულზე მარანია, იქ სადაც უამრავი ქვევრია შემორჩენილი, ხოლო მეორე სართულზე სენაკები. ამ შენობის წინ დასავლეთის მხარეს არის სამრეკლო, რომელიც პირვანდელი სახითაა შემორჩენილი. ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე მიდგმულია სატრაპეზო. ნეკრესის მესამე ტაძარი გუმბათიანი ეკლესიაა, რომელსაც მე-9 საუკუნეს მიაკუთვნებენ. ეკლესიის სამრეკლო, როგორც ჩანს, სათვალთვალო კოშკადაც გამოიყენებოდა.
ის რამდენიმე სართულიანია და ირგვლივ სათოფურები აქვს სამოჭრილი. ნეკრესის ეკლესიას ხალხი ერთ სასწაულსაც უკავშირებს. მტერს ალყაში მოუქცევია ნეკრესის სალოცავი და იქ თავშეფარებული ქართველები. ყოველი დღე, ყოველი საათი მტერს გამარჯვებასთან აახლოვებს. საკვებიც გამოილია და ხსნაც არსაიდან ჩანს. შეწუხდა ხალხი, ქალებმაც იარაღი აისხეს, ილოცეს და ბრძოლისთვის მოემზადნენ. მაგრამ როგორ გინდა გაარღვიო ალყა, მტერი ხომ შენზე 10-ჯერ მეტია და უკეთ შეიარაღებული. უცბად ჩოჩქოლი ატყდა. სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლისთვის თავდადებულ რაზმში ერთს აზრად მოსვლია, მოდი ღორები დავსეროთ და მტერზე მიუშვათო. ეგრე ვქნათ, ეგრეო, სიხარულით აიტაცეს სხვებმაც. ჯერ ღორების ჭყიტინმა გააყრუა იქაურობა. მერე კი ნეკრესის გალავნის კარი გაიღო და ტკივილისგან გადარეული კოლტი პირდაპირ მოალყეებისკენ გაქანდა. სპარსელები ერთხანს გაკვირვებულები უცქერდნენ ამ სანახაობას, მერე კი გონს მოვიდნენ და მიხვდნენ, პირუტყვი მათ დასალაშქრად მიექანებოდა და თან ირგვლივ ყველაფერს უწმინდური სისხლით ბილწავდა. ო, წყეული გიაურები, ეს რა მოიფიქრესო, ყვირილით გაიფანტნენ ურჯულოები. ალყა გაირღვა. ღორების კოლტს ქართველთა რაზმი მოყვა, რომელთაც ადვილად დაამარცხეს დაბნეული მტერი და სამშვიდობოს გავიდნენ. ღვთის მადლით იმ დღეს ყველა გადარჩა, დიდიც და პატარაც. მას შემდეგ ყოველ წელიწად შობა დღეს, იმ დღეს, როცა ეს სასწაული მოხდა, იწყება ნეკრესობის დღესასწაული, რომელიც ერთ კვირას გრძელდება. საიდან არ მოდის ხალხი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ამ ტაძარში შესაწირად ღორები მოჰყავთ. უნდა ვივარაუდოთ, რომ ნეკრესელი ქურუმებისთვისაც ნაცნობი იყო ახალი მიმდინარეობა მითრაიზმი, რომელიც გავრცელდა აღმოსავლეთში ქალღმერთ მითრას კულტის სახით და რომელმაც შემდეგში მითრაიზმის სახელწოდება მიიღო. იგი დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-4 საუკუნიდან უნდა გავრცელებულიყო. მითრაიზმმა საკმაოდ ძლიერი კონკურენცია გაუწია იმ დროისათვის ცეცხლთაყვანის მცემლობას. სწორედ ღორი იყო ქალღმერთ მითრას უსაყვარლესი ცხოველი. შეიძლება დაუშვათ, რომ ნეკრესის სინამდვილეში სწორედ მითრას კულტის შემოჭრასთან და დამკვიდრებასთან გვაქვს საქმე, რომ ნეკრესში მოღვაწე ქურუმებმა შეიმეცნეს და შეისისხლხორცეს ახალი მიმდინარეობა. ღორს სწირავდნენ მითრას მსხვერპლად. რელიგიური დღესასწაულის ნეკრესობის სახით ჩვენ შესაძლოა საქმე გვაქვს წარმართულ დღესასწაულთან, რომელიც შეიძლება ჯერ კიდევ მეორე საუკუნის დასასრულიდან ან შედარებით უფრო გვიან ქრისტიანული რელიგიის მიღებამდე დამკვიდრდა ნეკრესის ტერიტორიაზე და რომელმაც შემდგომში განიცადა ქრისტიანიზაცია. გადმოცემის თანახმად ნელქარისი ნეკრესის გორის სამხრეთ ფერდობებთან უნდა ყოფილიყო გაშენებული, რაც არქეოლოგიურმა გათხრებმაც დაადასტურეს. არქეოლოგიური გათხრების დროს ნეკრესის გორის სამხრეთ ფერდობთან აღმოჩენილია სასახლე. არქეოლოგია ამ ნაგებობას მაზდიანურ ტაძრად მიიჩნევს. ასევე გადმოცემით არის ცნობილი, რომ ნეკრესის ტერიტორიაზე რამდენიმე დასახლება, უბნები ყოფილა. ქართული კულტურის ისტორიისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნეკრესის ნაქალაქარის ტერიტორიაზე გამოვლენილი უძველესი ქართული წარწერები, რომელიც სიძველით მეორეა გრაკლიანის გორის წარწერების შემდგომ. ნეკრესის წარწერები აკადემიკოსმა ლევან ჭილაშვილმა დაათარიღა ძველი წელთაღრიცხვის მე-3 საუკუნიდან ახალი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნემდე. ამით საბოლოოდ მტკიცდება ქართული დამწერლობის ქრისტიანობამდელი წარმომავლობა. ნეკრესი ქართული წარმართობის ერთ-ერთი უძველესი კერა გახლავთ, სადაც რელიგიური მრწამსის განვითარების რამდენიმე საფეხური დასტურდება. ქრონოლოგიურად ყველაზე ადრეულია ნეკრესის ნაქალაქარის დასავლეთ მხარეს ციურ მნათობთა ტრიადისადმი მიძღვნილი სამლოცველო, რომელიც თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის მე-14-მე-12 საუკუნეებით. ამ სამლოცველოს შესასვლელი დერეფანი ისევე როგორც საყოველთაო ცნობილ სტოუნჰენჯში ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარესაა ორიენტირებული. ირკვევა, რომ იგი მზის კულტის გავლენით აშენდა. აქ ჩვენს წინაშე ჩანს ის ტიპური მოვლენა, როდესაც როგორც ცნობილია, ზაფხულის მზებუდობისას მზე თითქოს ჩერდება და იგი
23.5 გრადუსით იხრება. ნეკრესი დროის მდინარებაში ჩაწერილი ქართული სულიერების ცოცხალი ხსოვნაა. ეს არის ადგილი, სადაც წარსული და აწმყო ერთმთლიანობად იკვეთება, სადაც ლეგენდები ცოცხლდებიან და რწმენა კვლავაც ანათებს. ნეკრესის გორაზე ასულს გრძნობ როგორ გეფინება სამშობლოს სითბო და ისტორიით გამთბარი ქარი. აქ გული ივსება სიამაყით, რომ ამ მიწის შვილი ხარ, მიწისა, რომელმაც იცის ტკივილის გადატანა, გმირობის ფასი და რწმენის ძალა. ნეკრესი მარადიულად დარჩება ჩვენთვის როგორც სიმტკიცის, იმედისა და სულიერების სიმბოლო. დაგვიწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. მოიწონეთ ეს ვიდეო და თუ ჯერ არ გაქვთ კარდუს არხი გამოწერილი, აუცილებლად ახლავე გამოიწერეთ, რადგან ამით ფასდაუდებელ სამსახურს გაგვიწევთ არა მარტო ჩვენ, არამედ მათ, ვისაც მსგავსი შინაარსის ვიდეოები ძალიან აინტერესებთ. გაუზიარეთ ეს ვიდეო, რაც შეიძლება ბევრს, რათა ყველამ გაიგოს ამბები საქართველოზე.